ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინას ომი არ აურჩევია და მის დასასრულებლად ყველაფერს აკეთებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პუტინის რეჟიმი 1999 წლიდან დღემდე მხოლოდ ომს ირჩევს და ეს ჩეჩნეთის, სირიისა თუ საქართველოს მაგალითებმაც დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრემლი ღიად უგულებელყოფს მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს პრინციპულობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ევროპარლამენტს საკუთარი ღირებულებები რუსეთთან ურთიერთობის სარგებელზე არასდროს გაუცვლია. უკრაინის ლიდერმა განსაკუთრებული აქცენტი ტრანსატლანტიკურ ერთიანობაზე გააკეთა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეკავება ხერხდება, უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული. სწორედ ამიტომ ზელენსკის თქმით, აუცილებელია ევროპისა და ამერიკის მჭიდრო კავშირის შენარჩუნება, რათა დემოკრატიულმა სამყარომ ისეთივე სიმტკიცე გამოიჩინოს, როგორიც 2022 წლის 24 თებერვალს. ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს პუტინს, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის ირჩევს ომს. ეს ასე იყო 1999 წელს და ასია დღესაც. ის არც კი ცდილობს, რომ სხვაგვარად მოაჩვენოს თავი. პუტინის რუსეთმა დაიწყო ჩეჩნეთის ომი, შემდეგ გადავიდა საქართველოზე და ღიად უგულებელყოფს ყველა თავისი მეზობლის დამოუკიდებლობას. ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის გარდა, რადგან მათზეა დამოკიდებული. რუსეთი მხარს უჭერს ირანის შეშლილ რეჟიმს და თვალს ხუჭავს უამრავ მკვლელობაზე. ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვიჩვენოთ, თითქოს ეს არ ხდება. ევროპარლამენტს არასოდეს მოუთხოვებია საკუთარი თავი და არასოდეს გაუცვლია ევროპული პრინციპები რუსეთთან ურთიერთობის რაიმე სარგებელზე. ბევრი ევროპელი ლიდერი, ეროვნული პარლამენტი, პოლიტიკოსი და მილიონობით ევროპელი იგივე პრინციპით მოქმედებს და მე მადლობას გიხდით ყველას ამისთვის. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინას უწევს თავის დაცვა რუსეთის აგრესიისაგან, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვყავს ასეთი დიდი კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო მიღწევა. ყველასი, ვისაც არ შეეშინდა 2022 წლის 24 თებერვალს და ყველასი, ვისაც არ ეშინია დღეს. დღეს ჩვენ ისეთივე მტკიცენი და ძლიერნი უნდა ვიყოთ, როგორც შეჭრის დასაწყისში. საფრთხე არ შემცირებულა. დიახ, ჩვენ ვაკავებთ რუსეთს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს გარანტირებული უსაფრთხოება და მხოლოდ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება, ევროპასთან და ამერიკასთან ერთად. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ დღევანდელ პირობებში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და თანამშრომლობის შენარჩუნება ადვილი ამოცანა არ არის, მაგრამ მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ყველა გამოწვევის მიუხედავად აგრძელებს ევროპასა და ამერიკას შორის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა დემოკრატიას შორის ამ გლობალურად მნიშვნელოვანი კავშირის შენარჩუნებას. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზელენსკი განმარტავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით ყველაფერს გააკეთებს. თითოეულ თქვენგანს ესმის თუ რა ავსებს პუტინის საფულეს ფულით და რა აძლევს მას ამ ომის გაჭიანურების საშუალებას. ამიტომ თავისუფალ სამყაროში არ უნდა იყოს ადგილი რუსული ნავთობისთვის, რუსული ტანკერებისთვის, რუსული ბანკებისთვის, რუსული სანქციების გვერდისავლის სქემებისთვის ან ნებისმიერი რუსის სამხედრო დამნაშავისთვის. დადგა დრო, სრულად აეგრძალოს რუსეთის აგრესიის ყველა მონაწილეს ევროპაში შესვლა. ჩვენ ასევე გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სრული პაკეტი. ეს საჭირო იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაავრცელოს თავისი აგრესია ევროპაში და ჩვენ შევძლოთ მხარი დაუჭიროთ ნებისმიერ ევროპულ ერთს, თუ ის რუსეთის ახალი ომის სამიზნე გახდება. ეს არის დიპლომატიური პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ სურვილი. ეს არის მკაფიო გააზრება იმისა, თუ როგორ იმოქმედებს პუტინი. თუ არ იქნება თარიღი, თუ არ იქნება ასეთი გარანტია, ის იპოვის გზას უკრაინის 10 წლეულობის განმავლობაში დასაბლოკად თქვენი და ევროპის დაყოფის გზით. დღეს უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლის თავზე უკრაინის მხარდამჭერი ვიზიტით კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა დახვდა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის ომის დაწყების შემდეგ კიევში მიათე და არათა დაადასტუროს, რომ ევროპა უკრაინას ურყევად უჭერს მხარს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. ასევე ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ერთგულებას და როგორც უკრაინელ ხალხს, ისე აგრესორს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ უკან არ დაიხევენ, სანამ მშვიდობა არ აღდგება. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, მშვიდობა უკრაინის პირობებით უნდა დამყარდეს. დღეს კიევში ჩავიდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, ფინეთის, დანიის, ისლანდიის, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერებიც. კიევში დღეს გაიმართა მსურველთა კოალიციის შეხვედრა, სადაც უკრაინის მხარდაჭერის და რუსეთის ზეწოლის გაძლიერების საკითხი განიხილეს. Whatever Putin tells himself and his people, Russia is not winning. პუტინი რასაც უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს და თავის ხალხს რუსეთი არ იმარჯვებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსეთმა 9 მილიონი ადამიანი დაკარგა უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლების მოსაპოვებლად და ოკუპაციისთვის. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის 4 წლის შემდეგ იმარჯვებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე და ომის ეკონომიკაზე. მოხარული ვარ, რომ დღეს ბრიტანეთმა გამოაცხადა 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი გავაკეთოთ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება საკუთარი თავის დაცვას
საერთაშორისოში. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მოლაპარაკებების მიმდინარეობა რაღაცნაირად ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვიწევს უკრაინის თავდაცვისთვის დახმარების გაწევა. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი დროს წელავს. ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკებებს როცა ეხება საქმე, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ხელს უშლის ამ მოლაპარაკებებში პროგრესს და ეს არის პუტინი. მხოლოდ პუტინი. რა უნდა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ უკრაინას. ვიმუშავებთ 90 მილიარდიან პაკეტზე და დაპირება შესრულდება. სხვა არჩევანი არ არსებობს, რადგან ევროპული საბჭოს ხდომაზე მივაღწიეთ შეთანხმებას და ვალდებულება ავიღეთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთზე ზეწოლა. ბევრი უნდა ვიმუშაოთ სანქციების მეოცე პაკეტზე. კიდევ ერთი საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ პირობებზე საბოლოო შეთანხმება იქნას მიღწეული ძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 2022 წლის 24 თებერვალს კიევის დროით დაახლოებით დილის 5 საათზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან რუსეთიდან, ბელარუსიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან შეიჭრნენ. რუსულ არმიასთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში ჩაებნენ მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკების ფორმირებები, რომელთა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე 21 თებერვალს აღიარა. იმავე წლის 30 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა, თუმცა ვერცერთ მათგანზე სრული კონტროლის დამყარება ვერ შეძლო. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელი სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია და ქვეყნის მრავალი ქალაქი თუ სოფელი გაანადგურა. რაც შეეხება რუსეთს, საკუთარ არმიაში არსებული მძიმე დანაკარგების გარდა, რუსეთმა შედეგად საბრძოლო მოქმედებების საკუთარ ტერიტორიაზე გადატანა და მასშტაბური საერთაშორისო სანქციები მიიღო.